თავი მესამე. აბა რა არის იუდეველის უპირატესობა ან წინადაცვეთილობის სარგებლობა? დიდია უპირატესობა ყოველნაირად. პირველ ყოვლისა მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვები. თორემ რა, თუ ზოგიერთებს არ სწამთ და განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღვთისარწმუნოებას, არამც და არამც. ღმერთია ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი ცრუ, როგორც წერია, რათა გამართლდეს შენ სიტყვებში, გაიმარჯო შენი განგითხვისას. ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გამოაჩენს ღვთის სიმართლეს, რაღა გვეთქმის? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას, ლაპარაკობ ადამიანურად, არამც და არამც. სხვაგვარად, როგორღა განიკითხოს ღმერთმა წუთისოფელი? ვინაიდან თუ ჩემი სიცრუით გამრავლდა მის სადიდებლად ღვთის ჭეშმარიტება, რაღაც განვიკითხო როგორც ცოდვილი? ხომ არ ვაკეთო ბოროტი, რათა კეთილი გამოვიდეს? როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ. სამართლიანია განკითხვა ასეთებზე. მაშ რა, გვაქვს განა უპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე გამსაჯეთ, რომ იუდეველებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან. როგორც წერია, არავინ არის მართალი. არავინ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს. ყველანი გზას ასწნენ, აღარავინ გამოდგება. არ არის სიგეთის მქმნელი, არ არის არავინ. მათი ხორხი ღია სამარია, ენებით ცრუობენ. მათ ბაგებზე ასპიტის გესლია. მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე. მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაყრელად. გრევა და უბედურებაა მათ გზებზე და მშვიდობის გზა არ იციან. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი წუთისოფელი ბრალდებული გახდეს ღვთის წინაშე. იმიტომ რომ რჯულის საქმეებით ვერავითარი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა. ხოლო ახლა რჯულისგან დამოუკიდებლად გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი. ღვთის სიმართლე კი იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნესადმი, ვინაიდან არ არის განსხვავება. ვინაიდან ყველამ შესწოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით ქრისტე იესოში გამოსყიდვით, რომელიც წინ და წინ დააყენა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისსავე სისხლში, რათა უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევების მეოხებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღვთის სულგრძელობაში. რომ ამჟამად გამომზეურებულიყო მისი სიმართლე, რათა იგი იყოს მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი. სადღა დასაკვეხნი აღარ არსებობს. რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით. რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად. განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია. განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც არის. ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს, წინა დაცვეთილებს რწმენის გამო და წინა დაუცვეთელებს რწმენით. მას ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს, არამც და არამც, არამედ განვამტკიცებთ რჯულს.